1990 წელს იტალიის მთავრობამ საუკეთესო ინჟინრები დაიქირავა პიზის ცნობილი დახრილი კოშკის სტაბილიზაციისთვის. მისი 800 წლიანი ისტორიის განმავლობაში კოშკის გასწორების მრავალი მცდელობა იყო, მაგრამ ამ გუნდის კომპიუტერულმა მოდელებმა სიტუაციის გადაუდებლობა გამოავლინა. მათი პროგნოზით კოშკი წაიქცეოდა თუ დახრის კუთხე 5.45-ს მიაღწევდა. იმ მომენტში კი ის უკვე 5.5-ით იყო გადახრილი. არავინ იცოდა, როგორ იდგა კოშკი კვლავ ფეხზე, თუმცა კრიზისი აშკარა იყო. მათ უნდა გადაეჭრათ პრობლემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საგონებელში აგდებდა ინჟინრებს და ეს სწრაფად უნდა გაეკეთებინათ. სიტუაციის გასაანალიზებლად სასარგებლოა იმის გაგება, თუ რატომ დაიხარა კოშკი თავიდანვე. მე-12 საუკუნეში პიზის მდიდარმა საზღვაო რესპუბლიკამ განიზრახა საკათედრო მოედანი დიდებულ ღირსშესანიშნაობად ექცია. მუშებმა დაამშვენეს და გააფართოვეს არსებული ეკლესია და მოედანს უზარმაზარი გუმბათოვანი ბაპტისტერიუმი დაამატეს. 1077 წელს დაიწყო განცალკევებით მდგომი სამრეკლოს მშენებლობა. იმ დროის ინჟინრები და არქიტექტორები თავიანთი საქმის დიდოსტატები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად საინჟინრო ცოდნისა, მათ ბევრად ნაკლები იცოდნენ იმ ნიადაგის შესალებ, რომელზეც იდგნენ. პიზის სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც დაჭაობებულ მიცას ნიშნავს, რაც იდეალურად აღწერს თიხას, ტალახსა და სველ ქვიშას ქალაქის ზედაპირის ქვეშ. ძველი რომაელები მსგავს პირობებს უმკლავდებოდნენ ქვის მასიური სვედებით, რომლებსაც ხიმინჯებს უწოდებენ და რომლებიც დედამიწის მყარ ქანებს ეყრდნობა. თუმცა კოშკის არქიტექტორებს ჯეროდათ, რომ 3 მეტრიანი საძირკველი საკმარისი იქნებოდა მათი შედარებით დაბალი ნაგებობისთვის. მათ და საუბედუროდ 5 წელზე ნაკლებ დროში კოშკის სამხრეთი მხარე უკვე მიწის ქვეშ აღმოჩნდა. ასეთი ცვალებადი საძირკველი, როგორც წესი, საბედისწერო ხარვეზი იქნებოდა. მუშებს მეტი წონა რომ დაემატებინათ, ზედასართულების ზეწოლა ნაგებობას ჩაძირავდა და დახრას კრიტიკულად გაზრდიდა. თუმცა მშენებლობა მეოთხე სართულზე თითქმის 1 საუკუნით შეჩერდა, რადგან პიზა ხანგრძლივ ომებში ჩაება. ამ ხანგრძლივმა პაუზამ ნიადაგს დაჯდომის საშუალება მისცა და, როდესაც მშენებლობა 1272 წელს განახლდა, საძირკველი ოდნავ უფრო სტაბილურ ნიადაგზე იდგა. არქიტექტორ ჯოვანი დი სიმონეს ხელმძღვანელობით მუშებმა კოშკის მცირე დახრა იმით დააკომპენსირეს, რომ სამხრეთ მხარეს მომდევნო რამდენიმე სართული უფრო მაღალი ააშენეს. მაგრამ დამატებითი ქვის წყობის წონამ ის მხარე კიდე უფრო ღრმად ჩაძირა. იმ დროისთვის, როდესაც მათ მე-7 სართული და სამრეკლო დაასრულეს, დახრის კუთხე 1.6 მიათეთს შეადგენდა. საუკუნეების განმავლობაში ინჟინრები მრავალ სტრატეგიას მიმართავდნენ დახრის გამოსასწორებლად. 1838 წელს მათ ჩაძირული საძირკვლის გამოსაკვლევად ფუძის გარშემო გასასვლელი გათხარეს, მაგრამ საყრდენი ქვიშის მოცილებამ დახრა მხოლოდ გააუარესა. 1935 წელს იტალიის საინჟინრო კორპუსმა ფუძის გასამაგრებლად დუღაბი შეიყვანა. თუმცა დუღაბი საძირკველში თანაბრად არ გადანაწილდა, რამაც კიდევ ერთი მოულოდნელი დაწევა გამოიწვია. ყველა ამ წარუმატებელმა მცდელობამ მუდმივად ჩაძირულ საძირკველთან ერთად კოშკი წაღწევის ზღვართან მიიყვანა. ნიადაგის შემადგენლობის შესახებ ზუსტი ცოდნის გარეშე ინჟინრები ვერ ადგენდნენ კოშკის კრიტიკულ კუთხეს და ვერც მისი დაცემის შეჩერების გზას პოულობდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში მკვლევარებმა შეიმუშავეს ტესტები ამ უცნობი ცვლადების დასადგენად. 1970-იან წლებში კი ინჟინრებმა კოშკის სიმძიმის ცენტრი გამოთვალეს. ამ მონაცემებითა და ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიებით მათ შეძლეს ნიადაგის სიმყარის, კოშკის ტრაექტორიისა და იმ ნიადაგის ზუსტი რაოდენობის მოდელირება, რომლის ამოღებაც აუცილებელი იყო კოშკის შესანარჩუნებლად. 1992 წელს გუნდმა გაბურღვა დიაგონალური კვირავები, რათა კოშკის ჩრდილოეთ მხარეს საძირკვლის ქვევიდან 38 კუბიური მეტრი ნიადაგი ამოეღო. შემდეგ მათ დროებით დააბალანსეს ნაგებობა 600 ტონა ტყუის ზოდებით, სანამ ფუძეს ფოლადის კაბელებით დააფიქსირებდნენ. მშენებლობის დაწყებიდან 6 საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კოშკი საბოლოოდ გასწორდა დაახლოებით 4 გრადუსიან დახრამდე. არავის სურდა კოშკის წაღწევა, მაგრამ არც ამ ღირსშესანიშნაობის ყველაზე ცნობილი მახასიათებლების დაკარგვა უნდოდათ. დღეს კოშკის სიმაღლე 55-60 მეტრია და ის სტაბილური უნდა დარჩეს მინიმუმ 300 წლის განმავლობაში, როგორც არასრულყოფილების სილამაზის ძეგლი.